გაიხარეთ, ლოცავთ, სიყვარულში გაზრდეთ, წვენაში გაზრდით. ხშირად ეზიარეთ, ეს მარხვა მართალია მოკლეა, მაგრამ თავისებური ვთქვათ, დატვირთვებია. რა თქმა უნდა, ყველა მარხვას, მაგრამ განსაკუთრებით აი ღვთისმშობლის მარხვას თავისი ხილული ბრძოლები გააჩნია. ამიტომ უნდა განვიცმინოთ ჩვენი გული, ჩვენი გონება ხშირი ზიარებით ამ მარხვაში, შეიძლება მოძღვრის კუთხევით, რა თქმა უნდა, როგორც დღევანდელ სახარებაშია, მოვედით და ისადილებით, ანუ უფალისულ ვიძახის სადილზე მოგვიხმობს, რომ ვისადილოთ უფალთან ერთად, ანუ ვეზიაროთ უფლის სისხლსა და ხორცს, შევი სისხლს უფლის სისხლი და ხორცი. ამიტომ დავშვით და განვიცმინოთ გონება ჩვენი გული, ჩვენი სული სამშვიდობო და სხეული, დავაწყნაროთ და დავუშვიდოთ ჩვენი ემოციონალური მხარე, ქაოსი, შინაგანი ხმაური, რომ ვთქვიან, მოხსნათ ეს ზედმეტი ილუზიები, რაც გვაწუხებს და ხელს გვიშლის და გვაფრთხილებს ჩვენი ეგოცენტრული ილუზიები. რა თქმა უნდა, მივცეთ საშუალება იმისა მადლს, რომ შინაგანი ხმაური დააწესოს, დააწყნაროს, დაალაგოს, ის რაც მოსაცილებელია ზედმეტი ქიმერები მოიშოროთ, დავშვიდეთ, დავწყნარდეთ და ასე ვთქვათ, ჩვენი ადამიანური გამოცდილება, რასაც ღმერთი აქ ამ მიწაზე ჩვენ ამ მძიმე ცხოვრებაში გვაძლევს, აზრი გამოვიტანოთ, დისილაცია გავაკეთოთ და სუბსტრატს გამოვიტანოთ ის რაც არის თავარი, ხო, მაის ყველაზე უფრო ძვირფასი და ეს გამოცდილება ვეცოთ გადავხარშოთ, გავაანალიზოთ, მოვინანიოთ, რაც სუდია, გავწმინდოთ, ღვთის მაგმა, მივცეთ საშუალება, რომ ღვთის მაგს თავისუფლად მიეცეს საშუალება ჩვენ ცხოვრებაში ჯვარის სახით იმოქმედოს, ასე ვთქვათ, სიმბოლურად ვთქვათ და შიგნიდან ჩვენი ცხოვრება გაანათოს ქრისტეს ნათელმა, გამოანათოს ქრისტეს ნათელმა და ამ გაგებით ჩვენ უფალს შევავედროთ ჩვენი თავი, ჩვენი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ღვთის მადლი მაშინ მოდის, როცა მან იცის, მაშინ მოდის, როცა ჩვენ მზად ვართ. ღვთის მადლის მოსვლას ვერ შეუკვეთა, ვერც ნებისყოფას დაძაბავ ესე და ღვთის მადლს შენი ნებისყოფის დაძაბვით ვერ მოეყვა. ღვთის მადლი მოდის მაშინ, როცა მას უნდა უფალმა იცის, ზეცამ იცის, როცა შენ მზად ხარ. მოვედით და ისადილებით, ის სულ გიძახის. მაგრამ როდესაც საპასუხოდ ეს მადლი მოვა, აი მას უფალმა იცის ეს. ამიტომ ვერც შეკვეთით, ვერც რიტუალით ვერ აიძულებ ღვთის მადლს, ვერც ნებისყოფის დაძაბვით ვერ მოიზიდავ. შენ ვერც რაღაცა გარკვეული დამსახურებების გზით მოვა მადლი ღვთის. ამიტომ არის რომ ჩვენ არა ღირსების გამო გვეძლევა ზიარება, არა დამსახურებების გამო, რაღაცა ვთქვათ გარკვეული რიტუალებისა და გარკვეული ვალდებულებების შესრულების გამო, თუმცა ისიც აუცილებელია. არამედ როცა შეიძლება ყველაფერი გაკეთო, მაგრამ მაინც ვერ მოვიდეს ის მადლი და მაინც ვერ იგზნო თავის მადლში. გრძნობს ადამიანი, მაინც არ იყო ღირსი, იმიტომ რომ ღირსების გამო არ გეძლევა, არც დამსახურების. იცის უფალმა, რომ დაუმსახურებელი ჯილდო წყალმოვარდნის გამოუშვოს შენთან და პასუხობს მაშინ, არა როცა შენ გინდა და როცა დაგეგმე და შეუკვეთე წყალში, არამედ როცა მზად ხარ მაშინ. ამიტომ დისციპლინა, რა თქმა უნდა, რიტუალების შესრულება, რა თქმა უნდა, მომზადება, ეს არა შეზღუდულობაა, არამედ პასუხისმგებლობაა და ერთგულებაა ღვთისა, ეს უნდა შესრულდეს. მაგრამ ღვთის ხალხობა მოვა მაშინ, როცა უფალმა ის, როცა შენ ხედავს უფალი ზეციდან, რომ დალაგებულია შენში ყოველივე ქაოსი, დაწყნა და დამშვიდა, როცა შენ აღარ ეწინააღმდეგება შენი ეგოცენტრიზმი, შენი მავნეჩვევები, აღარ ეწინააღმდეგება ღვთის მადლს, რომელიც მოვა და თავის საქმეს გამწვენელს მუშაობას აღასრულებს. შეეხურება კიდე შენთან, უძლებს და შენთან მოგიტევს და ცოტა შენთან განსმენს და შენს ვიწრო გულსა და გონებას განსმენს და გააფართოვებს შენს ვიწრო ცნობიერებას, შენს ვიწრო ხედვას. კარგად უნდა იცოდეთ, რომ უხილავ მტერს აძინავს, უხილავი მტერი ვერასდროს მეგობარი ვერ გახდება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თავი დავიმგაბლოთ და ვეცადოთ, რომ გავთავისუფლოთ ყოველივე ზედმეტისაგან, იმ ბოროტისაგან, როგორც არის მამაოჩოვის განუშემოყვარებს ჩვენგანსაც და არავინ მიხსნებს ჩვენ ბოროტისაგან, რაც გვიშლის ხელს, ეს ხეცრული ჩვენი ასპექტი. ჩვენ ვართ პირველ რიგში დამნაშავე ყველაფერში, ცუჩი, ჩვენ ვართ, ჩვენი ხეცური, არა ადამიანური, არა სწორი, მავნეჩვევები, ეს ქიმერები, რაც ჩვენში არის დაბუდებული და ის, რაც მოსანანიებელია, ის, როგორც იტყვიან, ის ქიმერები, რომელსაც ხუდი გველის აქვს,
ტანით თხის და თავი ლომის მითოლოგიაშია ეს და კიდევ სხვადასხვა მათი ჰიბრიდები და კომბინაციები, რომელსაც ვერც ვაცნობიერებთ ხოლმე. იმდენი რამ არის დაბუდებული და იმდენი უარყოფითია ჩვენში, რომ ჩვენი თავი დაგვანახა, როგორიც ვართ, თავზარი დაგვეცემა სინამდვილეში, რომ გონია და ილუზია რომ გვაქვს ადამიანს, ზოგჯერ ილუზია ექნება იმისა, რომ რაც თავი გონია, რაღაც ემის ილუზია. ის რომ დაინახოს ის რაც არის სინამდვილეში, თავზარი დაეცემა. ამიტომ ზედება უნდა მოხდეს იმისა, რასაც უფალს უნდა რომ შენ იყო და იმაში რაც შენ ხარ. და სასურველი ეს ზედება მოხდეს მალე, მაგრამ განსხვავება შენ სასურველ მდგომარეობასა და რეალურ მდგომარეობას შორის რას იწვევს? ბრძოლებს იწვევს. ამისათვის რომ მოხდეს გაერთგვარება, იგივეობა შენს ღვთაებრივ იდეალსა და შენ შორის, იმას შორის რაც უნდა იყო, რაც სრული იყო ერთსა მამა ეთქვენი ზეცათა ის სრულ არს, რომ მოგვიხმობს უხალე აი ამ იმ შენს თავთან, რომელიც შენ უნდა იყო და რომელსაც შენვე უშლის შენს თავს ხელს, ამისათვის დიდი შრომა გვაწლი, დიდი ბრძოლები, გამწმენდელი ტკივილები, დიდი კათარზისი მოგიწევს და დიდი შენი მესარ ეგოცენტრიზმის მე განეკუთვნება მე ორგანიზაციაზმის, მაგრამ ეგოცენტრიზმი რაც არის, ეს ეგოცენტრიზმი უნდა იქნეს ასე ვთქვათ, ესეც გადალახული, როგორც რაც ზღუდე, როგორც რაც ზღვარი, როგორც რაც მცველი, როგორც რაც დამაბრკოლებელი შენსა და უფალს შორის. და აქვე არის უფალი, ჩვენთან არის უფალი, შენში არის უფალი, შემოსულია და იმაზე მეტი რა გაგინდა, როცა შენ ზიარებით შემოდი, შენ სისხლით და ხორცით. ამიტომ ნუ მოექცევი ეგზისტენციალურ ჩიხში. ნუ ჩაკეტავ შენ ცხოვრებას, უფალი ხსნის გზას და თუ კეტავ, შენვე კეტავ და შენვე უნდა გახსნა, მოინანიო, შეინანეთ. იმიტომ რომ შენ ჩაკეტე, შენ ჩახერგი, არავის არ ჩაუკეტე, პირიქით, ჩახერგილი და ჩაკეტილი გზა ქრისტემ გახსნა და მის გახსნას ვერავინ ვერ დაკეტავს და მის დაკეტას ვერავინ ვერ გახსნის კიდევ. ამიტომ მეცადეთ რომ ვილოცოთ მეტად უფრო თავი დავიმდაბლოთ, რომ სიმდაბლით მადლი მივიღოთ. ვევედროთ მეც უფრო შინაგანად ვეცადოთ, რომ თანაგანცდა გქონდეს ადამიანების მიმართ, ფლორისა მიმართ, ფაუნის მიმართ, ყველა არსების მიმართ, მარტო ადამიანის კი არა, მთელი ბუნების მიმართ დააშავა, ბუნების ცოცხალი არსებების მიმართ. გქონდეს მეტი თავმდაბლობა, მეტი სიყვარული, მეტი მზრუნველობა, მოვლა და ის რაც მერქვა მოგცა, გავოფრთხილდეთ, დავაფასოთ, იმიტომ რომ ასე აქვს ადამიანს ხშირად არაფასებს და რო კარგავს ვეღარ იბრუნებს ხოლმე ჯვარმწერია. ამიტომ ვეცადოთ რაც გვაქვს დავაფასოთ. კარგი უკეთესი გავხადოთ, უკეთესი საუკეთესო, საუკეთესო წამშილებული და ასე შემდეგ. დანარჩენი ყველაფერი ისე იქნება, როგორც იცნება იქნება. მადლი სიშვეს იესო ქრისტეს იყოს და ყოველდღე ამინ.